მე არც ინტელექტუალი ვარ და არც ვცდილობ თავი ასეთად მოგაჩვენოთ. ვარ საშუალოზე ოდნავ დაბალი გონებრივი განვითარების, როგორც ჩვენ ქვეყანაში მსახიობებს და ტელეწამყვანებს ჩვევიათ. ასეთ ტელეაღიარებას ვაკეთებ, მინიმუმ ასეთი ხედი უნდა გქონდეს უკან. არც კი ვიცი რა ქვია ამ ხეობას, ერთი ის ვიცი, რომ თრიალეთის ქედია ეს. მოვემართებით თბილისიდან მივდივართ ბორჯომისკენ და ვარჩიეთ უფრო ეს მხარე, უფრო საინტერესოა. გამოვიარეთ წყნეთი, ბეთანიის გადასახვევი, შემდეგ წვერის გადასახვევი, ცნობილი პანტიანი, ცნობილი კომუნისტების დროს იყო ცნობილი ფეხბურთის საყურებლად დამოდიოდნენ ხოლმე, ესეთი მძიმე სავოკოვსკი ბავშვობა მქონდა. და აქ ეს პირველად გავჩერდით გზაზე აი ამ მშვენიერი ხედის გამო, მაგრამ ბოლომდე აღფრთოვანებული ვერ დავრჩი, აი ხედავთ ალბათ როგორი ნაგავი ყრია და ამ ადგილს რომ მიხედოთ თბილისიდან სულ 25 კილომეტრში არის ესეთი ულამაზესი გადასახედი და ყველგან თითქმის ცივილიზებულ ქვეყნებში ესეთი ადგილი არის ხოლმე რაღაც მოაჯირით შემოსაზღვრული და კარგი იქნებოდა თუ ჩვენთანაც აქ გაკეთდებოდა რამე ესეთი ცივილიზებული გადასახედი. ამის მერე გზად შეგხვდება დიდგორი, თონეთი, მანგლისი, მერე გადავალთ ალგეზე, შევუყვებით წალკის უღელტეხილს და წალკის შემდეგ უკვე წალკა, ფარავანი, საღამოს ტბა და მიუახლოვდებით ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერტილს. დიდგორის გადასახვევი, დიდგორი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში სწორედ აქ მოხდა. ძლევაის საკვირველი. ეს არის თონეთის ზეგანი. ზუსტად ეს ადგილი არის სოფელ ორბეცსა და თონეთს შორის. აქ ზამთარში იცის ხოლმე ისეთი სერიოზული ნამქერები წალკისკენ ნახეთ თქვენ, მაგრამ მანგლისამდე ეს არის ყველაზე ისეთი ადგილი. საფრთხილო ზამთარში. იქით მხარეს ადრე იყო ხოლმე ნახნავები, როცა ხნავდნენ, ძალიან ბევრი იყო ქედანი. აი ყანები იყო და ქვემოთ პატარა ჭაობი მომრგვალებული და იქით უკვე ხელოვნურად გაშენებული პატარა ნაძვის ტყე. დიდგორის მისადგომები. მაინც გადავწყვიტეთ რომ ეს ადგილი ჩაგვეწერა, იმიტომ რომ ის ჩასობილი ხმლები ყველას გექნებათ ნანახი საინფორმაციო გამოშვებებში ძლიერნი ამა ქვეყნისა, როგორც ზეიმობენ ხოლმე დიდგორობას. ბრძოლის გახსენებას მე მგონი უფრო ეს ხედი უხდება და მართლაც აი ეს მთელი ეს ადგილები იყო ჯარით გარშემორტყმული. 1121 წელი, 12 აგვისტო. სელჩუკებს ნაჯმ ად-딘 ილღაზი მეთაურობდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ტრის რაოდენობა შეადგენდა 250-დან 300,000-მდე ეს სომხების და თურქების ცნობით, არაბთა და ქართველთა ცნობით კი მათი რიცხვი 45-600,000 აღემატებოდა. ხოლო ქართველები დავით აღმაშენებლის არმია სულ 55,000 კაცი, აქედან 40,000 ქართველი, 14,000 ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ფრანგი. უпростоრად ევროპელი იმ დროში ასე მოიხსენიებდნენ ფრანგებს. ბრძოლა როგორც ჩანს ქართველების მიერ წინასწარ განზახულ ადგილას მოხდა, რადგან მეფის ლაშქრის პოზიციები გამაგრებული იყო. მანგლისი, დაბა მანგლისი და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. 1682 წლამდე ამ ტაძარში ინახებოდა ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. როგორი სიმშვიდეა და როგორი ლამაზი ცაცხვები დგას, ცაცხვის სუნი დგას და ნახალ-ნაწვიმარია და ჭიტების ჭიკ-ჭიკიც ისმის. მანგლისი ისტორიულ წყაროებში გვხვდება მე-4 საუკუნის ჩანაწერებში. ეკლესიაც სწორედ მაგ საუკუნის ჩანაწერებში მოიხსენიება და მაგ დროისთვის მანგლისი შედიოდა
18 დამოუკიდებელ სამთავროთაგან ერთ-ერთი იყო, რომელსაც ჰქონდა დამოუკიდებლად ზავის დადების უფლება არაბებთან. ესეც ცნობილი მანგლისის ეგრეთ წოდებული როშა, ფიჭვის 100-წლოვანი ხეები. მანგლისში ამის გარდა ორი პარკი იყო, როგორც ბავშვობისას მახსოვს. ლენინის ძეგლი იდგა ერთის კლასიკურ პოზაში. მეორე პარკი იყო, იქ კინოებსაც უშვებდნენ ხოლმე. აქაც ღია კინო იყო ხოლმე გვერდზე. თუ სწორად მახსოვს, ატრაქციონები იყო, ისიც საბჭოური მანქანები როარ და რაღაც ავტომატები იდგა 15 კაპიკიანი ეს მარსკოი ბოი და ეს ჩასაყოფილო იყო სათამაშოების ამოსაღები, ვერასოდეს რო ვერ იღებდა იმ სათამაშოებს. სიტყვა მანგლისი თვითონ ეტიმოლოგია არსებობს ორი ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით ბიზანტიელი არქიტექტორი მანგლის სახელი ქვია, რომელმაც ააშენა სიონი. ხოლო მეორე ვერსიით ეს უფრო მგონია მესიმართლესთან მიახლოებული მანგლი ძველად ნამგალს ერქვა მანგლი და მერე სახეცვლილება შეიცვალა. მანგლისთან ახლოს სოფელი იყო, სადაც ნამგლებს ჭედდნენ და მაშინ ერქვა მანგალი. და ამიტომ მანგლისი. ეთნიკურად მანგლისი ძალიან ჭრელი ქალაქია, აქ ცხოვრობენ ბერძნები, სომხები, როგორც მახსოვს აჯანყებული პოლონელებით ჩამოასახლეს ერთი პერიოდი გრიგორიანელები, როგორც ბერძნები და მანგლისში იყო რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა. ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობაში ასეთი გართობაც კი ჰქონდათ სავოკ ბავშვებს და მათ შორის მეც. სალდატ დაიზნაჩოკ გამოეკიდებოდი ჯარისკაცს და რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოს, ერთი 10-ში ერთი ჯარისკაცი ყოველთვის იხსნიდა ხოლმე კი არა და ზოგი იხსნიდა და ზოგს ჯიბეში ჰქონდა ეს დაგროვილი სამკერდე ნიშნები და ბავშვებს ჩუქნიდა. და ეს არის ადგილი, სადაც მანგლისიდან და თეთრი წყაროდან მომავალი გზები ერთდებიან. მერე გზა გადადის ხიდზე და უკვე მიუყვება უღელტეხილი წალკისკენ. ესეც ალგეთი. კიდევაც დაიზრდებიან კი არა და ალგეთს რით ვერ დაიზარდნენ. აქ ქვემოთ მახსოვს არსენას გამოქვაბულები იყო ჩაყოლებაზე, სანამ წყალსატევამდე მივა. ქვედა წელში დაგუბებულია ალგეთი, საკმაოდ დიდი წყალსაცავია. ძად იმდენი კარგი და ლამაზი წყალსატევი შეგხვდება, რომ ეს მხოლოდ მოყოლაზე დამჯერდით და უფრო ლამაზ ადგილებს განახებთ. ქალაქი წალკა, ქალაქად წოდებული 1982 წლიდან. ზღვის დონეზე არის 1460 მეტრზე, მოსახლეობა შეადგენს 2700-ს, ეს არის 2002 წლის მონაცემები. ჩემგან ხელმარჯვნივ რკინიგზა, რომელსაც ლონდონში უნდა ჩავეყვანეთ, მაგრამ ნახოთ. ხელმარჯვნივ ნაძვის ტყეები, რომლებიც ხელოვნურად არის გაშენებული კომუნისტების დროს, რაღაც კარგს მაინც შვებოდნენ. თვითონ ისტორიული წალკა, რომელსაც უწინ ეძანი ეწოდებოდა, ეხლა არის წყალსაცავმა დაფარა და წყლის ქვეშ არის მოქცეული. ოდესღაც ეძანი იყო თრიალეთის ეკონომიკურ-რელიგიური ცენტრი და იქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ჩემს უკან ხედავთ ალპურ მდელოებს, სოფელს და წალკის წყალსაცავს, რომელზეც გითხარით, რომ ყველაზე დიდი წყალსაცავია საქართველოში. ყველაზე დიდი ზედაპირის სარკისებური მოცულობით, ასე ეძახიან. 1946 წელს ააშენეს.
გაგანია ომის დროს მიდიოდა მშენებლობა და ხრამი 1 და ხრამი 2 არის ელექტროსადგურები. ყველაფერი ყავისფერი, შოკოლადი არ არის. ანუ ალპური მხარეების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ხე არ იზრდება, ამიტომ შეშა არ აქვს და იგონებენ შეშის ალტერნატიულ სახეობებს და ამ შემთხვევაში ეს არის საქონლის ფუნა. და ამ მხარეში ეს უცხო გართობა არ არის, ასე ვთქვათ. ამ ტბის გარშემო არის რატომღაც უცნაური სახელის სოფელები, როდიონოვკა, ტამბოვკა, ვლაძიმეროვკა, სულ რაღაც ჯგუფ ტაგანკას რეპერტუარიდან მგონია ამ სოფლის სახელები. ფარავნის სიღრმე არის 3.3 მეტრი, ყველაზე ღრმა ეს არის ვულკანურ-ტექტონიკური წარმოშობის ტბა, რომელიც გადაჭიმულია ჯავახეთის ზეგანზე. სახურავები ნახეთ, ესეც ერთ-ერთი თავისებურება აქაური არქიტექტურის. მიწას აყრიან ზემოდან, იმიტომ რომ ქარები იცის აქ და ისედაც სითბოსაც იჭერს. და როგორი ორიგინალური კვამლის ამოსასვლელია, ბიდონი აქვს ჩარჭობილი. მოკლედ, ეს არის კლასიკური აქაური მხრის სახლი. კუსტბაზეც რომ ჩაგვედგა ერთი ესეთი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ურიგო არ იქნებოდა. ისევ ჯავახეთის ზეგანი, ისევ ტბები და ამჯერად ვამართლებთ ტბის ეტიმოლოგიას. საღამოს ტბაზე მწუხრის ჟამს საღამოთი აიდგევართ, ზივართ უпростоრედ და ვტკბებით ამ სილამაზით. ალბათ ხედავთ კუნძულს. ეს არის ჯავახეთის ზეგანი, როგორც აქამდეც ვახსენე და ეს არის საღამოს ტბა. 1996 მეტრი ზღვის დონიდან ფართობი არც ისე დიდია და სიღრმე, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის ძალიან პატარა. მაქსიმალური სიღრმე არის 2.3 მეტრი და საშუალო სიღრმე არის 1.60 სანტიმეტრი. რაც შეეხება იხტიოფაუნას, პრინციპში ეს სამივე წყალსატევი, რაც გამოვიარეთ გზად, წალკის, ფარავნის და მესამე საღამოს ტბა ერთდება მდინარით და ამიტომ სამივე ტბაში თითქმის ერთი და იგივე სახეობის თევზები ბუდობს. ესენია, რაც ყველაზე გავრცელებულია, კარჩხანა, ეგრეთ წოდებული კარასი, ქაშაპი, ეგრეთ წოდებული გალავლი, ტბის კალმახი, რაც გამოსარჩევია და მე პირადად ყველაზე მეტად მიყვარს საქართველოს თევზებიდან, ეს არის რიაბუშკა. არ ვიცი ქართულად როგორ ქვია, როგორც თქვი კალმახიც არის ამ ტბებში. და არსებობს ეგეთი ლეგენდა, რომ თამარ მეფე ჭამდა მხოლოდ და მხოლოდ აქაურ კალმახს. პრინციპში ეს ლეგენდა ტაბაწყურის ტბაზეც გამიგია. და ნუ ამ სამივე ტბაზე, მაგრამ როგორც აქამდე ვთქვი, ყველა ეს ტბა არის უსუფთავესი და მათში რა თევზების ბუდობენ, ყველა არის უგემრიელესი. ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხიდი ევროპაში. და ალბათ არა მარტო. სადღაც სოციალურ ქსელებში თუ სწორად მახსოვს, Facebook-ში მქონდა ნანახი ეს ხიდი და ნამდვილად არ ვიცოდი მისი ადგილმდებარეობა და ეხლა გავერკვიე ზუსტად. სადღაც ახალციხეს და ახალქალაქ შორის მდინარე ფარავანზე ვიღაცას მოუფიქრებია ესეთი ორიგინალური ბეწვის ვაგონის ხიდი. მატარებელი მიჰქრის ბინდდება, ეხლა იქნება ტბა ფარავანი. თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდება. ეს არის ის მდინარე, რომელიც გაივლის ტბა ფარავანს, მერე საღამოს ტბას და მიედინება ქვემოთ. კალმახი იქნება აქ იცოცხლე. ქაშაპი, წვერა, მურწა, ხრამული რასჯობია, წაითევზავებ და აქედან კაცი და მერე ვინ დაგიჯერებს, რომ ვაგონიდან გაქვს ნათევზავები დინარეში.
როგორც იქნა. 6 წელია ვარ ამ ხანაგობა ჯავახის წევრი, შეტანილი გქონდა ფული და ველოდებოდი ბინის აშენებას და როგორც იქნა კუთხის ოროთახიანი ჩემი საკუთრება გახდა. ნახეთ რა ხედია, რა მდინარე. 5 წლის სიცოცხლე მოგემატება ამ ხედის გამო რა და თან ეხა თანამედროვე ტენდენცია ასეთი რომ დაკრძალვა და კრემაცია აღარ არის მოდაში და აკლდამებია მოდაში და აკლდამადაც მშვენივრად წავა. სასომხეთიც აქვია ოქროთ ტუფით მოვაპირკეთებ და ჩემი შვილები რო ტიბლეტებს გამხდიან მაგის ჯიშიც აღარ მექნება. აი ოქროს ახლა აკლდამა ავიშენე აგერ ფარავნის ხეობაში. ახეთ როგორ დაჟანგებულა აწყურის ციხის კლდე. მეც რომ არ დავჟანგდე თქვენის ნებართვით ხევსურულს დავახრიალებ. ბავშვობიდან მიყვარდა ნანგრევები. რაც გავიზარდე სიყვარულს ვეღარ დავარქვე, უბრალოდ რაღაც სოლიდარობის გრძნობა შემომრჩა, იმიტომ რომ ჩემგანაც ნანგრევები გადარჩა. აწყურის ციხე. მატიანეშიც აწყურის ციხეზე გვხვდება მე-11 საუკუნიდან ცნობები, მაგრამ ქართული ცნობების თანახმად მე-7 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ გაილაშქრა და აწყურში ეკლესია ააშენა. და რაც შეეხება ეტიმოლოგიას, არის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიის მიხედვით უბრალოდ წყურ, ფუძე, წყალს აღნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება მისი სახელწოდება როგორც აწყვერი. ნუ საქართველოში რამდენიმე ციხეა, რომელსაც მსგავსი ლეგენდა აქვს და რომელიც უხამსურად ჟღერს რომლის სახელიც და ლეგენდა ყველა ერთნაირია, რომ შემოდიოდა მტერი, აქცევდნენ ალყაში და იმედი ჰქონდათ, რომ გამოელეოდათ სურსათი და წყალი და ყოველთვის ხდებოდა ხოლმე ისე, რომ გვირაბები იყო ციხეებიდან მდინარემდე გათხრილი და მერე მტერს ანახებდნენ ხოლმე, ან ზოგიერთ ლეგენდაში არის, რომ თევზებს ანახებენ, ზოგიერთ ლეგენდაში არის, რომ წყალს ანახებენ, მაგრამ ყველგან ერთნაირად თავდება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გიორგი კერესელიძე, რეჟისორი, მულტიპლიკატორი, უნიჭიერესი კაცი. როგორც იცი, ჩვენ ჯავახეთის მარშრუტი გქონდა, აქედან ჩავედით მანგლისის მხრიდან გადავედით ბორჯომში და გზად გავიარეთ ის გზა, რომლითაც წმინდა ნინო შემოვიდა და ამ თემაზე გამახსენდა, რომ ფილმს იღებ და გადავწყვიტეთ მოგვეწვიეს სტუმრად და გველაპარაკა ფილმზეც, ამ რეგიონზეც და ზოგადად შენ შთაბეჭდილებებზე საქართველოზე, რამე თუ არ ყოფილხარ კაიხანია აქ. პირველ რიგში დიდი მადლობა გიო, რომ გაგახსენდი. და მინდა გითხრა, რომ თქვენი გადაცემა არის ძალიან დინამიური, როგორ სწორედ, განსაკუთრებულია რა, გამოირჩევა სხვა გადაცემებისგან რა. ძალიან თან. და სასიამოვნო საყურებელია რა. მალაძეც. ბრავო. საქებრად არ მომიწევი ხარ აქ. ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ 100 წელი არ მინახი ხარ და დავიწყოთ მოდი ჯავახეთიდან. იმ ხარის შეგრძნებები შენ რო ჩამოყვანდი და ლოკაციებს არჩევდი. ხო, აი იქ ჩავედი, კაკრას როდის იყო იცი? წმინდა ნინოს დღეს იყო, როდესაც შემოვიდა შემოსვლა საქართველოში რა და სპეციალურად გავედი იქა და პირველად ვიყავი და აი გადასარევი, ნუ თქვენ ამყოფები ხართ უკვე იქა და ხედები ყველაფერი ისეთი, რომ, ну, никакой CG не нужно, компьютерная графика, отдыхает. და ძალიან აი ისეთი გზნობა, აი ნამდვილად იმ დროში გადადიხარ და იმ საუკუნეში რა. ძალიან დამეხმარა. იქ ჩასვლამ, იმიტომ რომ კაი იდეები გამიშთა ძალიან. და ლოკაციების საერთოდ და იქ ჩასვლამდე მე როგორც მახსოვს, თვითონ ფილმის იდეა ამერიკაში დაიბადა.
ფილმის იდეა ამერიკაში ხო, მე იმიტომ რომ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ორი სიტყვით თუ გვეტყვი რამ что тебе вдохновило, თუ რამ შთაგბერა, რამ შთაგაგონა რომ გადაგეღო ეს ფილმი. აი ეგეთ თემაზე საერთოდ მე ხლა უფრო და უფრო რაღაც ხვდები რაღაცებს ცხოვრებაში, აი უბრალოდ ამ ეგეთ თემატიკაზე ხო, აი გადაღება ფილმის და რაღაცა მან სიტყვა მე უნდა დაევიწყო საერთოდ რა. არ არსებობს სიტყვა მე შთამაგონა. აი მე არა. უფალმა ესე ინება და ესე მოხდა. შემოქმედი ადამიანისთვის მე მგონი პირველ რიგში მე არის და მე როგორ ხედავ ამ ამბავს არის. ამიტომ ვერ დაგეთანხმები ნაწილობრივ. არა, მე ვხედავ ამბავს ეგ უკვე მეორე ის არის განზომილება, მაგრამ აი პირველ რიგში რომ სიტყვა მე როგორ ვარ, იცი რაც უფრო მიყვები ამ პროექტს ახლა. ისეთი რაღაცები ხდება რა, რომ აი ხდები იმ მომენტს, რომ სიტყვა მე უნდა წაიშალოს საერთოდ, იმიტომ რომ უფალს მივყავარ რა ეს ხელით რა. და დაწყებულია იმ დღიდან, როდესაც ეს იდეა გაჩნდა საერთოდ. იმიტომ რომ თავიდან იყო რაღაც ანიმაციას ვაკეთებდი იცი შენა და ყველანაირად ვცდილობდი რომ გადმომეტანა ეს positive message ფილმებში და ყოველთვის რაღაცნაირად გვერდს უვლიდი, რაღაც გადმომეცა მაყურებლისთვის, აი რომ უფალი ჩვენთან არის გვერდზე და ყველაფერი. კაი მესეჯი მინდოდა ყოველთვის რა. და ანიმაციაში ეგ გიჭირდა თუ რითიც? არ მიჭირდა, მაგრამ ტრიალებდი ვაკრუგ და უკალა. ხო იცი, აი ტრიალებდი გარშემო რა. ხო და მე აი წმინდა ნინოს დღე იყო. დღესასწაული იყო წმინდა ნინოს და რაღაც გავშალე წავიკითხე ცხოვრება და ისეთი აზრი მომიდა რომ ანიმაციაში პალნამეტრაჟი ისეთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაგვიყო რა. ხო და მე რო უფრო დავიწყე მასალაზე მუშაობა მოვედი იმ დასკვნამდე რომ ეს არ არის ანიმაციის თემატიკა. ეს არის მაგარი ძალიან საინტერესო ფილმი. ანუ თავიდან ჩანაფიქრში ქონდა რომ ანიმაციური ფილმი ყოფილიყო ამ თემაზე. ანიმაცია, მაგრამ აი რაღაცნაირად ესე მოტრიალდა ყველაფერი რომ ეს ჩემი დებიუტია დიდ კინოში და აი ბეიბია რა, პატარა რომელშიც ჩადებულია მთელი გული და სული და ენერგია და რა ვიცი ყველაფერი რა. მე პირად საუბარშიც მithქვავს, ეხლა ტელეაღიარებასაც გავაკეთებ, რომ თავიდან აი ეს ამბავი რომ გავიგე რომ შენზე რომ ფილმს იღებს და რაღაც და ეს რო ღმერთმა მიმიყვანა, სულ მეგონა რომ შევხვდებოდით. ჩვენ გვექნებოდა ისეთი საუბარი რომ ну, а ეს კომერციულით არიან რეჟისორები, ვინც ამ თემაზე მუშაობენ და აღიარებენ, რომ ეს არის მათთვის კომერცია. ну, მაგალითად, კუნძული შემიძლია მოგიყვანო მაგალითად ეგეთი თემაზე ის ივან გროზნი, მაგ რეჟისორის, ну, ის ებრაელია დეკლარირებულად იძახის, რომ ეს ჩემთვის კომერცია და შენგანაც მეგონა რომ მსგავს იმას გავიგებდი, რამე თუ ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს და აი პირველ შეხვედრის ისიც მახსოვს ეს შენი რეაქცია და ეხლაც იგივეს იმეორებ, რომ ეს რაღაც ზემოდან არის და აი გულწრფელად თუ გადავ თეთრი შურით მშურს შენი რომ მიხვედი და მაგ გზაზე დადექი. გაიხარე. როგორ მოხდა? ხო გიხსნი რა, აი ხდება ისეთი რაღაცეები, რომ აი აშკარად ხედავ, რომ უფალი არის გარეული ძალიან სერიოზულად ამ თემაში და აი ნუ ისეთი მომენტები აი სცენარის წერს, ნუ მოგახსენებ რომ პირველ რიგში რომ ეგ თემა რომ გადაწყდა რომ უნდა გავაკეთო, ხო? აი კურთხევის გარეშე ვერ მოკიდევდი ხელს, არავითარ შემთხვევაში ესეთი თემაა რა. და გავაკეთე პატარა ტრეილერი. და ჩამოვედი თბილისში პირველად. აი ამ მთელი მანძილის აი 20 წელი არ ყოფილვარ და ჩამოვედი რომ უწმინდესისგან მიმეღო კურთხევა. სხვათა შორის იქაც ისეთი მომენტები იყო, იცი ეგეც საინტერესო თემაა, რაღაც ყვითელ პრესაში მოუკარი თვალი ეგეთ რაღაცას, რომ როგორც ვიცი თავიდან შენ კურთხევა მიიღე და ბოლო დროს იყო ზარები, რომ აი საპატრიარქოთი არის სპეკულანტო თუ რაღაცეები, აი ეგ როგორ ეგეთი რამე არ გამიგე, მაგრამ სადაც ყვითელი პრესა აქვს, სხვა რა საქმე აქვს და აი მსგავსი რამე არ ყოფილა. თუ იყო რაღაც? არა, არა, პირიქით მან საერთოდ ისე მოხდა რომ აი ორი თვით ჩამოვედი, არა, ერთი თვით ჩამოვედი და უკვე წასასვლელი გამეთა, ვერ ვნახე უწმინდესი, ვერანაირად ვერ შევხვდი.
დაბრკოლება იყო, აი მტერი მებრძოდა რა, ისე რომ ყველანაირად სატანა გებრძოდა. შენ გაგეცინებო, მაგრამ ეს რეალური ძალებია, რომელიც არსებობენ და ყველანაირად ცდილობენ რაღაც სწორ გზაზე რომ დგეხარ, რომ მოგაციულო იმ გზას და წაგიყვანო სხვაგან. სხვადასხვა ფილმი ვინც ნახავს ფილმს ბოლოში, არა ფილმი აი ასწავლის ხალხს ბევრ რაღაცას და საინტერესო მესიჯი მაქვს, რასაც ძალიან ესეთი ფილმში ახარ მოგიყვები, მაგრამ ძლიერი მესიჯია ესეთი, რომელიც მე მჯერა რომ ბევრ ხალხს მიიყვანს ეკლესიაში და გაუხსნის გულში იმის სურვილს რომ ილოცან. დანიშნულება ამ ფილმის კომერციული, საავტორო თუ აი რასაც ახლა ლაპარაკობ, ორი ადამიანით მეტი მივიდეს ეკლესიაში თუ აი საბოლოო დანიშნულება რა აქვს ამ ფილმს? რომ შენი გათვლით. აი იცი რა რო გითხრა ახლა ორი სიტყვით ის რომ უფალი ჩვენთან არის 24 საათი და განსაკუთრებით იმასთან ვინც გულს უხსნის უფალს და აი რო ეუბნები I'm with you. Take me. ცოტა მაგონებს ამერიკულ რაღაც საკაბელო არხებზე რომ პრაპავეთნიკები გამოდიან ხოლმე 24 საათი. როგორც გინდა გაიგე, მაგრამ ეს საქართველოში ეგ სისტემა ცოტა სხვანაირად მუშაობს. ხო მოდი მაგაზე არ გინდა ისევ ფილმზე არ ვიცი აქ როგორ მუშაობს, მაგრამ მე გეუბნები ფაქტს, რომ აი ფილმის მესიჯი არის პირველ რიგში, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების გადმოტანა ეკრანზე და ბევრმა არ იცის რაღაც ისეთი დეტალები და ისეთი რაღაცები, რაც აი სხვადასხვა სიტყვა ნინო რას ნიშნავს თუ იცი? იცი? აი დაგერწმუნებ ბევრმა მაყურებელმა არ იცის სიტყვა ნინო. რომ გეტყვი რომ ხო ეგ ხო ვიცოდი. რას ნიშნავს? აი რას ნიშნავს? ეს პირველ მეუღლეს ერქვა. ეხლა ვიყავი ბოდბეში. და ჩამოსული იყო ანტიოქიის ბერი, ერთ-ერთი თეოლოგი ძალიან სერიოზული, რომელმაც სხვათაშორის დაეხმარა აი მელ გიბსონს ქრისტეზე რო იღებდნენ, არა მეუღლზე გადაყვანა ენის. ხო. და მაგან აღნიშნა ეს ფაქტორი, აი მეც არ ვიცოდი და აი გავიგე, რომ სიტყვა ნინო ნიშნავს თევზი. ვიცოდი. ხო ამბობდი, ვიცოდი თქო. და ხო სათევზაო შოუც მიმყავდა. და აი ისეთი თემატიკა. ნინო შოუ მქონდა ეგეთი. ხო და რაღაც ისეთი ფაქტორებია საინტერესო, რომელიც აი მაყურებელი ისწავლის ბევრ რაღაცას და პლუს რასაც ეგ მაინც მეორე ხარისხოვანია, საბოლოოდ ხო უნდა ამოიღოს ფილმი. პირველი ის არის რომ შენ უნდა გახსნა შენი გული უფლის მიმართ. და უფალი შენთან არის 24 საათი, აი 24 საათი. აი რაღაცები ხდება, ცალკე ფილმს ვიღებთ დოკუმენტურს რა. კომერციულ მხარეზე გეუბნები, შენ მეუბნები რა ემოცია უნდა დატოვოს ამ ფილმს. არა, შენ მკითხე რომ გახსნა, თანხა ხო უნდა შემოვიდეს გაქირავებიდან. თანხა თავისთავად, იმიტომ რომ ეს პროცესი ხდება ეს როგორ არის, იცი? თემატიურად ფილმი ისეთი საინტერესო და ეპიკ ფილმებს ეძახიან ამას, რაც გახსნილია მარკეტი ამერიკაში ძალიან სერიოზულად მაგ თემაზე. ეპიკურ კინოებზე. რომელიც შემასწავლებელია რაღაცის, რომ სწავლობ. შემეცნებითი ხასიათის. რომ გამოდიხარ, აი მელ გიბსონი აკეთებს ძალიან კარგად ამ თემატიკას და კინოთეატრები გატენილია და ყველას უყვარს ეს φιλმი. გიბსონის აქ როგორ ანუ ამერიკულ კინოგაქირავებაში გინდა ჩაუშვა თუ რა თქმა უნდა, ქართულში თუ რა ორივე. თქმა უნდა, საქართველოშიც იქნება და ამერიკული და ევროპული და worldwide რო იძახიან, აი უბრალოდ თემატიკა ისეთია, რომ ეხება ყველა რელიგიას, ყველანაირად ეხლა მეოთხე საუკუნეა. მაშინ განყოფილება არ იყო კათოლიკები, ორთოდოქს მართლმადიდებელი არ იყო, ეკლესია გაიყო მე-10 საუკუნეში მგონი და მოკლედ ეს ფილმი თემატიურად საინტერესო იქნება დიდი მაყურებლისთვის, აი ბევრი მაყურებლის ფართო range, big range of audience. თვითონ წმინდა ნინოს შერჩევის ამბავი მახსოვს პირველ ჩამოსვლაზე ისე იყავი სკეპტიკურად, რომ ვერ იპოვე და მე უცბად მანდაც რაღაც აი იქაც სასწაული მოხდა, რაღაც სასწაული, აი არ ვიცი. სასწაულაითი დავაქვათ. ხო, ძალიან მაგარი. 2 წლის მანძილზე იყო რაღაც სერიოზული კასტინგი, რომ აი რა ვქნათ, ვერ პოულობთ ამ გოგოს. და ჯერ 4000 გოგო მომბრძანდა აქ კასტინგი რო გამოცხადდა. და ვერავინ ვერ ნახეთ რა, ულამაზესი გოგოები მოვიდნენ ყველაფერი, მაგრამ ის არ იყო ეს თვალები, ეს რაღაც სიღრმე, აი ასე ვეძებდი რა ტიპაჟურად, რომ ზეფირელის ქონდა სხვათა შორის similar situation 2 წლის მანძილზე ისიც რატომღაც 2 წელი ეძებდა აი ქრისტეზე რო გადაიღეს ფილმი და ფრანკო ზეფირელის ფილმი რო არის თუ გახსოვს ადრინ ძველი კი როგორ არ მახსოვს და როგორ მოგატყო რაღაც იდენტური ისინიც მახსოვს იგავები
რომ მე ამას არ უნდა ეთამაშა არსად სხვა ფილმში და ამან მაინც ითამაშა და მე ავარიაში დაიღუპა და მე ჭორება წავიდა რომ აი ვატიკანმა თუ აი ღმერთმა და მსგავსი რაღაცა შენ იმაზეც მახსოვს მსგავსი აჟიოტაჟი რომ თითქოს ამ გოგონას ვინც შეასრულებდა მთავარ როლს მე არ ქონდა უფლება სხვაგან თამაშის თუ ეს პატრიარქის სურვილი იყო თუ გამახსენე დეტალები სურვილი თქვა პატრიარქის თხოვნა იყო რომ თუ შეიძლება ვათამაშოთ ისეთი გოგო ვინც მსახიობი არ იქნება რომ შემდეგში კინოში აღარ ეთამაშა და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ იმიჯი რომ შეიქმნება წმინდა ნინოსი ხო წარმოიდგინე აი ძალიან დიდი რენჯი მაყურებლის ხო ზოგჯერ მსახიობს უყურებენ და აი ბეგალიშვილი თამაშობს ჩვენთან ახლა ხო ზურა ბეგალიშვილი და პასტაენად მაგას როლები აქვს რაღაც ბოროტი გმირებისა რა და იმიჯი აქვს შექმნილი და ზოგჯერ აი მომიყვა წეგან რომ კალები შენ მოუკვდი შენ დედას და რაღაცა და აგინებენ და შენ ის იმიჯი აქვს შექმნილი ტიპს და აი რჩება რა ხალხის ტვინებში რჩება ეს რომ აი ეს იმიჯია და წარმოიდგინე ახლა წმინდა ნინოს იმიჯი და სადმე სხვა კინოში ითამაშოს სხვანაირ როლში რა ო მაგრამ იდაიბოგ მსახიობობა უნდა იმ გოგოს ეს პირიქით რა არ უნდა აი საქმეც მაგაში მთელი ფიშკა იმაშია რომ არც მსახიობობა უნდა და ჟურნალისტობა უნდა მაგრამ ნუ სამსახიობო არ უნდა და თან ისეთი მომავალ ჟურნალისტულ კარიერას არ აუკრძალავთ იმედი არა მგონი რატოღაც არა მაგრამ ფაქტორი მანდლად ძლიერია და კარგია მე მოხარული ვარ და ეს გოგო არის თან იცი როგორი აი უნიჭიერესი ბავშვია უნიჭიერესი აი ნუ სახეზე ხო საერთოდ და ნიჭი ნუ გაგვიმართლა მაგრამ ნუ აი მართლა რა ღმერთმა გადმოგვხედა და ეს ბავშვი გვაპონინა მაგის გარეშე არაფერი არ მოხდებოდა ეხლა რა ეტაპზე ხართ ეხლა ვარ კასტინგიდან მოსული ვარ შენთან ზუსტად რომ ეხლა მიდის არჩევა სხვა როლებზე და სხვათა შორის მინდა გითხრა კაი რაღაცა არ ვიცი შენთვის კაი ეს შეიძლება არ გაგიხარდეს მაგრამ შენ აგირჩიეთ ერთ-ერთ ძალიან ძლიერ როლზე ძმაო ვა სიურპრიზია ეს ხო აი ეხლა გეუბნები და მაყურებელს იქ ისეთის და სხვათა შორის ფარაონის ტბასთან არის დაკავშირებული ვსიოლს აი ხო იცი აი ყველაფერი შეკრულია რაღაც ძალიან საინტერესოდ რა ფარაონის ტბაზე იყავი და მოკლედ სასწაულია შენ თამაშობ გითხრა ვის თამაშობ? აბა. ბაბამ. შენ თამაშობ ერთ-ერთ მწყემს, ვინც შეხვდება ნინოს, აი პირველები ვინც შეხვდებიან ნინოს, როდესაც ნინო შემოდის საქართველოში. მწყემსი კეთილი. სამი მწყემსია. ელგუჯა ბურდული, შენ და ზურა ნიჟარაძე. და ძალიან სერიოზული როლი გაქვს მან. ძალიან. აი ესეთი იქ საერთოდ ყველა როლები არის, იცი როგორ დიდი როლები არ არის, მაგრამ ყველა როლი არის ძალიან აი მნიშვნელოვანი. და მგონია რომ აი შენ ჯდები ძალიან ზუსტად და გადაღებებს როდის დაიწყებთ? გეგმის. სადღაც ვაპირებთ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიერა აი კასტინგმა. პირველ ეტაპზე ახლა არჩევა არის მსახიობების ყველა ჯგუფი რო ავიყვანოთ. მეორე ახლა პარალელურად უკვე მუშაობენ მხატვრები, მაკეტებს აკეთებენ და დეკორაციას. და მესამე ეტაპი უკვე აგროვება, მთელი უნდა შევაგროვოთ, კაი ოპერატორები, განათება, ხმა და CG-ის კომანდა, კომპიუტერული გრაფიკა. და მე ამათ ერთმანეთს ვაჯახებთ და გამოდის, ნუ ისეთი საინტერესო, ახლა აი მოსამზადებელი პერიოდია რა. და გადაღები სექტემბერი-ოქტომბერში ვაპირებთ, თუ ყველაფერმა კარგად ჩაერა და მოვასწარეთ ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ფინანსი. რაც არა მე არ ვნერიულობ მაგ თემაზე საერთოდ ხა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თავის სახელი დავარქვათ ყველა. ამ დროს არ არის იცი? აქაც სასწაულის იმედი გაქვს თუ როგორ არის ეგ ამბავი? აქაც სასწაულის იმედი მაქვს და ზოგს პესიმისტს როგორ არის და კადრს მიღმა გვიკამათია, მოდი ცოტა აქაც შევიტანოთ. მე ხო იცი ბოლომდე სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაინც აი მაგ დეტალზე შენ რომელიც უმნიშვნელოდ თუ არა რაღაც მეორე არაპირვალ ხარისხოვნად მიგაჩნია ეგ დეტალი. ამბობ რომ როცა დრო მოვა, ეგ ყველაფერი იქნება. ძნელია კამათი, როდესაც მორწმუნო არ ვიტყვი. ცირედ მორწმუნენი, მოდი ასე მიწოდე. არა, ხო. იცი რა არის? აი ცხოვრებაში ხა მენაში პატარები რო ვიყავი, დავბოდით რაღაც სხვა მატორზე ვიყავი და ვიტყვია, ხო? მაგრამ აი რაღაც მომენტი არის ცხოვრებაში, რომ მიხვდები. რომ უკვე რაღაც რო ხდება შენ გარშემო ხო? შენ შეგიძლია გამოთვლა
რაღაცეების, რომ აი ეს უნდა მოხდეს, ესე უნდა მოხდეს. აი ცხოვრების ეს არის რა. პრაქტიკა კი არა, ნუ აი დრო გამოცდილება. ხო, გამოცდილება, აი სწორედ, ხო, გამოცდილება და გამოცდილებას მოაქვს, რომ აი ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანნა ხდება რა, ძალიან აი ნიაჟიდან, აი ძალიან ისეთი ხო, სპონტანურად, რომ მოუნდომლად, აი ქართული მავიწყდება ნელა ბოდიშს ვიხდი ძალიან, მაგრამ სტუმრისთვის საპატიებელია და მე როგორც წამყვანს ხშირად ვიღებ მაგაზე შენიშვნებს. მართლა? და მაგიტომ ვცდილობ რომ ქართულად ვისაუბრო და არ შეურიო ჟარგონში არაქართული და არაქართული სიტყვები. ხო და რაზე ვლაპარაკობდით გამოცდილება და ამ გამოცდილება მოიტანა ესეთი ფაქტორი, რომ მე ვიცი რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში რა და ძალიან წყნარად ვარ ამ თემასთან დაკავშირებით. არაფერი დაგეგმილი, აი რომ დავგეგმავდი რაღაცას, აი არ არსებობს, აი მე ალბათ და ეს ასაცილოა და ნამდვილადაც აი სახარებაშიც არის რომ შენ გეგმებს აწყობდიო და ამ დროს ანგელოზი უნდა მოვიდეს საღამოს და სული წაიყვანოს რა, აი ვიღაცამ დააგროვა ფულები და აი ახლა ვის ხორებ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ანდაზადაც იქცა, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. აი ძალიან ზუსტია. აი ზუსტი ფაქტორია და ზუსტად მაგითო მე ვაკეთებ ახლა რა, აი რაც გასაკეთებელია. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო კინოსტუდია ქართულმა ფილმმა მხარი დაგვიჭირა და ძალიან დაგვეხმარა. მხარს გვიჭერს ამ პროექტში და მოლაპარაკებას არის ახლა რომ პარტნიორობაზე და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ რომ ესე კაცურად გვერდზე დაგვიდგნენ და დაგვეხმარენ აი ოფისთან დაკავშირებით და ყველაფერს და რასაც ვეძებდი დიდი ხნის მანძილზე და სამწუხაროდ არ იყო სხვა ორგანიზაციებიდან პოზიტივ პასუხი. მოდი ყველაზე ცუდი ვარიანტიც განვიხილოთ და თუ ვერ დაიწყე ეს პროექტი, დარჩები მაინც საქართველოში თუ არა, პროექტს დავიწყებთ კი არა, დაწყებულია პროექტი. პროექტმა დამთავრდეს და გაკეთდება. შევიჯოთ perfect, აი მართლა რა, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი და მე ერთი წამით არა მაქვს ეჭვი რომ ეს პროექტი არ დამთავრდება ან არ შესრულდება უმაღლეს დონეზე და იქნება აი მართლა ეს piece of art და საერთოდ ნუ ისეთი ფილმი რომ აი ხალხი ერთხელ არა 4-ჯერ მინიმუმ ნახავენ რა. მართლა გეუბნები. არა, მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი სცენარიც და თემატიკა და საერთოდ აი სანახავი ფილმია, რა action movie-ია რა, ესე კი არ იქნება, აი რაღაცა boring ნინო მიდის და რაღაცა არა, იქ არის action-ი, იქ არის დემონები, ანგელოზები, ყველაფერი რა, აი რაც ცხოვრებისებული რა ისეთი დაბრკოლებები და რაღაც აი ძალიან დინამიური მაგარი სანახავი ფილმი რა. აი თავიდან ბოლომდე ესე იქნები 2 საათი და 20 წუთი აი ძალიან ის არის. და გეგმის მიხედვით თუ წავიდა ყველაფერი, როდის ერთი წლის გაივლი წითელ ხალიჩაზე. დიდი მადლობა, გავივლით, იქაც გავივლით. პრემიერა როდის ვარაუდობ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით. ნუ მეკითხები იმას, რაც უფალს აქვს უკვე შენ არ გაგიზია რა რომ რაღაც არა მე ფაქტებით ხო გეუბნები მე ვხედავ ფაქტები რაც ხდება ხო აი გუში აი გეტყვი აი მომენტი იყო გუშინ წინ ვიყავი ეკლესიაში წავედი იმაში სიონში რომ სალოცავთ წმინდანინოს ხატთან და ბებიები შევნიშნა ორი ბებია ფილმში გვჭირდება ბებიები რა ძალიან ესეთი საყვარელი ბებიები ხო ერთ ბებიას ხო გადაგიღებ მეთქე თუ შეიძლება და კი შვილო მოვალ აუცილებლად ყველაფერი და მეორე ბებია იყო ძალიან აი განსაკუთრებული ტიპაჟი და თხოვდი ბებო მოდით მეთქე ძალიან გთხოვთ აი წმინდა ნინოზე ესეთი სერიოზული კინოა რაღაცა და არა გინდა თუ არა გინდა თუ ანუ არა არასებობს და ცოტა გული დამწყდა ესე წამოვედი იქიდან რა მეორე დღეს კასტინგი გვაქვს და მოვედი და ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა 12 უმაგრესი ბებია აი კიდე ვითომ ისეთი ფაქტორია ხო მაგრამ ღმერთი გიყურებს რა სასწაულია მე მახსოვს ტარანტინოს ფილმში რომ სასწაულზე კამათობენ ტრავოლტა და არ გახსოვს არა მითხარი ტყვიებსო დაუშენენ ეს სასწაული ხო ეს მეუბნება შემთხვევა აი დაახლოებით ეგეთი დიალოგი გვაქვს მაგრამ მე მგონი საინტერესოა მაგრამ არა აი თუ შენ გრძნობ რაღაც აი აქცევ ყურადღებას შენ გარშემო რაც ხდება ხო არ არსებობს რომ არ დაინახო ის ფაქტორი რომ უფალი გვერდზეა
აი გვერდზე რეალურად მთელი ჭი უნდა მაგამბის დანახვას ცოტა სხვანაირი. არა არა რითიც შენ დაჯილდოებული ხარ ამ შემთხვევაში. ნიჭი არა ნაბიჯის გადადგმა ან წარმოსახვა. გააჩნია როგორ ფორმულირებას გაუკეთებთ. წარმოსახვაც ნაბიჯის გადადგმა очень просто აი ყველაფერი რაც დიდებულია ძალიან უბრალოა რა აი არ უნდა მან და რაღაცა აი სიუბრალოებში არის დიდება უფალის რა აი უფლის დიდება არის აი რო ვერ მოელოდები და რაღაც ტახ აი საიდან აი სული წმინდა სიყვარულივით რა რო გეწევა როდესაც არ ელოდები და გეწევა და всё რა ითიშები რა შენ თავს აღარ ეკუთვნი ეკუთვნი იმ პიროვნებას ვინც შეგიყვარდა ხო თავიდან ბოლომდე აი ეს არის მოძრაობა აი ხელოვნებაშიც ეგრეა რა რო გეწევა ვეღარ ჩერდები და ვერავინ ვეღარ გაჩერებს არ არსებობს ისეთი ძალა რომელსაც შეუძლია გაგაჩეროს რა იმიტომ რომ სულმა წმინდამ აი გაგიარა და იქ ახარ всё გახსნილი არსებობს ისეთი ძალა რომელმაც შეიძლება გაგვაჩეროს ქრონომეტრაჟი ჩვენ გადაცემას თავის დრო აქვს რომელიც ამოიწურა დიდი მადლობა სტუმრობისთვის გაიხარე გიო აყურებელსაც მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ